დილამშვიდობის ბატონო ზვიად ანუ ბალუ. დილამშვიდობის. ესე იგი მეგობრებო, დღეს ვაკეთებ ძალიან გემრიელ კერძს. რა ქვია ამ კერძს მოდი ვთქვათ? ამ კერძს ქვია ქათმის ჩქმერული. ქათმის ჩქმერული. ეხლა უყურეთ, ზამთარია, ვირუსებმა შემოგვიტიეს. აი ეს კერძია ზუსტად ის, რომელიც თან სიამოვნებას მოგვანიჭებს, თან ძალიან გემრიელია და ამავე დროს იგი დაგვიცავს ყოველგვარი ვირუსებისგან და გრიპისგან. რატო? იმიტომ რომ თავარ როლში, ძირითად თავარ როლში არის ნიორი, კი ბატონო, რომელიც ბულიონთან ერთად, ქათამთან ერთად და გემრიელობებთან ერთად, ესე იგი ჩვენ დაგვიცავს ყოველგვარი ვირუსებისგან. მაგრამ ამ ჩქმერულს აქვს ძალიან საინტერესო ისტორია. და მე როგორც გითხარით, ქართულ სახლში ძალიან ბევრ კერძზე ისეთ ისტორიას მოგიყვებიან, რომელიც მართლა არ გაგიგია და აი ძალიან გთხოვ, მოუყვეთ პირველ რიგში აი ამ ჩქმერულის ისტორია. ეს ქალბატონო ნატო არის ერთ-ერთი ჩვენ საქართველოს ულამაზესი კუთხის გაჭრილების კერძი და ჩვენ ხანდაზმული გრიშა გაგნიძის გაკეთებულია. ანუ პირველად ბატონმა გრიშა გაგნიძემ გააკეთა ეს. ჩქმერული და გვასწავლა ქართველებს გვიყვარს. კი ბატონო, კახელებსაც გვიყვარს, ესე იგი ცალკე, მაგრამ კახელები ესე მარტივად ვაკეთებთ ხო ამას პირდაპირ და ნიორ წყალი პირდაპირ ესე დავასხეთ გემრიელად. აი ხა ნახოთ როგორ აკეთებენ ქართულ სახლში ჩქმერულს. გვაქვს კარგი გემრიელი სოფლის ქათამი. სოფლის ქათამი, ამ ქათამს ვაჭრობ თებს. ანუ ეს ქათამი პირდაპირ როგორც ტაბაკად ისე არ იწვება. ჩვენთან მასე არ იწვება. აი როგორ ხდება? ჩვენთან ფილავდება ეს ქათამი და მარტო მიდის ძვლის გარეშე. ძვლის გარეშე, როგორ ადვილად იყოს მისართმელი, ხო? კარგი, დავაფილავებ ჩვენ ამას. და აქვე ჩვენ გვაქვს ბულიონი ქათმის, ხო? ნიორი, გემრიელი, გაჭყლეტილი, კარაქი. აი ეს რა არის? ეს არის ნაღები. ნაღები. დიახ, არის მარტო ნიორ წყალით რო ხო, მაგრამ აი ესეთი ნამდვილი ჩქმერული მაინც მარტო ნიორ წყალით არის, ხო? მაგრამ ჩვენ ამ შემთხვევაში გაჩვენებთ ნაღებითაც როგორ კეთდება და მე თქვენი ნებასურვილია რომელსაც იგი მოითხოვთ ქართულ სახლში და აქვე იმასაც გეტყვით რომ თუ თქვენ ვერ ახერხებთ დაუშვათ მოსვლას ქართულ სახლში, არ არის პრობლემა. რეკავთ ქართულ სახლში და ვუბნებით რომ აი ჩქმერული მინდა რა, რაღაცა ცოტა გაციებული ვითავარ და სასწრაფოდ მომიტანეთ სახლში, არ არის პრობლემა. ძალიან მალე, ესე იგი ბალუს მიერ მომზადებული ჩქმერული გაჩნდება თქვენს სახლში, ხო მართალი ვარ? კი ბატონო. ესე იგი ჩვენ ახლა ამას დავაფილავთ. ეს როგორ უნდა შევაზავოთ, უნდა წამოვადუღოთ თუ რა ხდება? ამას ვასხავთ გახურებულ ტაფაზე, ცხიმს, კარაქს, შუშავთ ნიორს და ცოტა შენაწვავთ ცხიმში. ქათმის ცხიმშიც. აუცილებლად უნდა ვიყუროთ, ნახოთ ეს როგორ შეიწება, როგორ მოხდება ამების შეზავება და რაღაცა საოცრებები და მეორე ჩართვაში უკვე ავაწყობთ ამ ჩვენს ჩქმერულს, რომელიც აუცილებლად კეცზე იქნება, როგორც მე ვიცი, ხო? გახურებულ კეცზე. თავისი რაღაცეებით, აი რა მოხდება, ამას უკვე მეორე ჩართვაში ვნახავთ. ასე რომ დროებით. მაშასე დაგიბრუნდით. მზად არის ჩვენი დაფილავებული, ანუ ფილეთ ქცეული ქათამი, აი ეს უგემრიელესი, ესე იგი წვენი ნიორით და მოიტანებალო ცხელი კეცი, რომელიც აი ბუხარში ესე იგი კარგად გაცხელდა. აჰა, ყველაფერი მზად არის. ავაწყოთ? ავაწყოთ. რას ვაკეთებთ ახლა პირველ რიგში? პირველ რიგში ჭრით ქათამს. აი ესე. უნდა დავჭერათ, ხო? დავჭეროთ და დაჭერებად ჩავაწყოთ. კი ბატონო, ცხელ კეცში ეწყობა ეს ნაჭრება. თქვენ უკვე ნახეთ როგორ შეიბრაცა ეს ქათამი და აი ეს წვენიც როგორ გაკეთდა. გინდა არ გინდა მიჩნდება ესე იგი კითხვა. რომელი სასმელი მოუხდება ჩქმერულს? რავი, წითელი ღვინის გარდა ყველაფერი. თეთრი ღვინოა. არა, თეთრით
ესე იგი ნებისმიერი სასმელი წითელი ღვინო ნაკლებათო, ხო? მაგრამ თუ გნებავთ წითელი ღვინო შეგიძლიათ მიერთვათ, არ არის პრობლემა. რაც მთავარია, ესე იგი აი მე ამ ჩხმერულს ვეძახი ყოველთვის ესე იგი ვირუსების საწინააღმდეგო გემრიელი საშუალება, ბრძოლა ვირუსების წინააღმდეგ. და ახლა გეტყვით იმასაც, რომ თუ თქვენ მოგინდა ჩქმერული დაუშვათ სახში ხართ, არ გინდათ გამოხვიდეთ და უბრალოდ გინდათ რომ იმკურნალოთ ვირუსების ესე იგი წინააღმდეგ. პრობლემა არ არის რეკავ ქართულ სახში. ეუბნებით რომ ბალუს მიერ მომზადებული ჩქმერული მინდა რომ უნდა ვიმკურნალო. კი ბატონო, იქნებ თქვენთანვე გამოხდილი ჭაჭაც წამოაყოლოთ. კი ბატონო, რა პრობლემა არის? ასე რომ ქართული სახლი ნებისმიერ თქვენ სახში გაჩნდება, როგორც კი თქვენ ამას მოინდომებთ. ნახეთ რა სასწაულია, მეგობრებო. ნახეთ რა, თქვენ არ იცით რა სურნელი. მე არ ვიცი, მან სტუდიაში როგორ ახავთ, მოდი ის ნეტა თქვენს მენა სურნელი. არ ვიცი, ეს მე შევეცდები რომ გამოუშვა. მოდი აი მას ახლა გამოვწევ ესე წინ, რომ კარგად აიღოს ჩვენმა ოპერატორმა აი ეს სასწაულება და მე მინდა გისურვოთ ბედნიერი დღე, ჯანმრთელი, სავსე ვიტამინებით. და მე ვიპოვე ჩვენს მაყურებელს ჩვენ აბა რა, ჩვენ ეს იგი მე ვიპოვე ჩემი ქართული სახლი და მე მინდა რომ თქვენც იპოვოთ თქვენი ქართული სახლი. ბედნიერად. კარგად მზადდებოდით.